მოგესალმებით. დღევანდელი საჯარო გაშლა გადავწყვიტე რომ გავაკეთო მამაკაცებისთვის. იმიტომ რომ მე ვიცი რომ ჩემს გამომწერებში, ჩემს მაყურებლებში, კომენტარებში, ლაიქებში გხედავთ და ვიცი რომ ბევრი ხართ. ამიტომ გადავწყვიტე რომ ეს გაშლა გავაკეთო თქვენთვის. შეკითხვა იქნება ესეთი, თქვენს მიერ ჩაფიქრებული ქალბატონი, გოგონა, რა ვიცი ხო რა ასაკშიც არის, როგორ გხედავთ თქვენ ეხლა და ამ მომენტისთვის ურთიერთობაში და რა მოლოდინები აქვს მას თქვენთან დაკავშირებით. გაშლა მექნება ორ ვარიანტზე. პირველი ვარიანტი იყოს აი ეს შავი დასტა, მეორე ვარიანტი იყოს აი ეს დასტა. ხედავთ ხო? პირველი და მეორე. მოდი ახლა დავიწყებ პირველი ვარიანტით, რუსაღად დავკარგავ და შეგახსენებთ, რომ ლაიქებში, კომენტარებში გელოდებით. ასევე არ დაგავიწყეთ ჩემი გამოწერა, თუ ვინმე ჯერ არ ყავართ გამოწერილი. და სურვილისამებრ შეგიძლიათ გააზიაროთ ვიდეო, რათა უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს ამ ინფორმაციის მოსმენა. კარგით, დავიწყოთ. როგორ გხედავს თქვენს ჩაფიქრებული ქალბატონი თქვენი ახლა ამ მომენტისთვის. საინტერესო. როგორ მოახერხეთ ეს? კარგი. რასთან დაკავშირებით? კი ბატონო. და მოდი ბარემ ვიკითხავ რა მოლოდინები აქვს მას თქვენგან რა უნდა? აჰა. გავიგე. გასაგებია აბსოლუტურად. მოკლედ, როგორ გხედავთ ახლა ეს თქვენი ქალბატონი ამ მომენტისთვის და რატომღაც ესეთი განცდა აქვს, რომ თვითონ არის უფრო მეტად წამყვანი ამ ურთიერთობაში ვიდრე თქვენ, იმიტომ რომ არის რაღაცა სიტუაციები, გარემოებები, სადაც გონია რომ თითქოს თავისი კაპრიზები გასდის ისე როგორც მას უნდა რომ მიყავდეს პროცესები, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, მთლად ბედნიერი არ არის ამ სიტუაციით და რატომ? იმიტომ რომ როგორც ჩანს ეს არ ვიცი გაურკვევლობა, კონფლიქტი თუ რაც შეგემთხვათ, თქვენ თითქოს მარტივად დანებდით და თითქოს უბრალოდ ადექით, გამოტრიალდით, წამოხვედით და თითქოს აჩვენებთ და დემონსტრირებთ იმ პოზიციას, რომ აი თითქოს ვერაფრის შეცვლა ვერ გამოგდით, ვერაფრის შეცვლას ვერ ახერხებთ, ხართ ჩავარდნილი რაღაც ესე მე-12 მაღალი არკანის მდგომარეობაში ეს არის ჩამოკიდებული კაცი, ანუ ეს არის აბსოლუტური მოქმედება, იმიტომ რომ ხეზე ფეხებით კიდია, ხო? ანუ ხო ვერ მოქმედებს, ვერ დგავს ვერანაირ ნაბიჯს. და თვითონაც ესე გხედავთ ეს ადამიანი და ძალიან არ მოწონს თქვენი აი ეს პასიურობა, უმოქმედობა, იმიტომ რომ რაღაცა თავიდან უფრო სხვანაირი შთაბეჭდილება დატოვეთ, თავიდან ბევრად თავდაჯერებული იყავით, ბევრად უფრო გაბედული იყავით და აი ეს რო ახსოვს ადამიანს და ეხლა რო ესე ამ ერთ კონფლიქტზე თუ ამ ერთ გაურკვევლობაზე რომ უბრალოდ ადექით და წამოხვედით ისეთი განწყობით, რომ აბა ეხლა შენ თუ არ გინდა მე რა ვქნა ხო არ დაგაძალებო, აი რაღაცა ეგეთი განწყობა გიჩანთ, ყოველ შემთხვევაში მისი აზრით ესე გამოიყურებით, აი ეს ფაქტი ძალიან არ მოწონს რა, იმიტომ რომ თქვენ გხედავთ რაღაცა ისეთ ადამიანებს, რომელიც გადაწყვეტილებას არ იღებს და ხო, რაღაცნაირად უნდა რომ თქვენ გახვიდეთ კონტაქტზე, უნდა რომ თქვენ გადადგათ პირველი ნაბიჯი, თქვენ იყოთ ინიციატივიანი ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ რა მოლოდინები აქვს მას თქვენგან და თითქოს ადამიანს გონია რომ თქვენ ამ ბავშვი უკვე დანებდით, უკვე ხელი ჩაიქნიეთ, რომ თითქოს აღარ მიხვალთ მასთან და რაღაცა თვითონაც გაუცხოვება და გაციება ეწყება ამ ბავშვი და ზუსტად მისი სურვილი და
შინაგანი განწყობა, ზრახვები თქვენთან მიმართებაში არის ესეთი, რომ უნდა რომ თქვენი აქტიუროთ გადადგაც ნაბიჯები, აიღოთ პასუხისმგებლობა ამ ურთიერთობაზე, ამ სიტუაციაში და დაბრუნდეთ გულწრფელი ემოციებით. ანუ არა უბრალოდ იცი რა, ბევრი ვიფიქრე და მომენატრე და მოდი შევრიგდეთ, არა, რომ მიხვალთ გარკვეული განწყობით დაბრუნდით. ნუ, ახლა დაბრუნდები თუ არა ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ნუ მას ესე უნდა ყოველ შემთხვევაში, რომ აი დაანახეთ კონკრეტული მიზანი და მიზეზი რისთვის მიდიხართ, ხო? თუ ვთქვათ, ყოფილი მეუღლეა, იმიტომ რომ რაღაცა ვთქვათ, მოგენატრათ და მასთან ისევ სურთ სტაბილური ურთიერთობა თუ ეს რაღაცა შეყვარებულობის პერიოდია, დაანახეთ, რომ ის თქვენთვის მნიშვნელოვანია და არა მარტო ემოციური თვალსაზრისით არის რთული თქვენი დაშორება, არამედ იმიტომ რომ მასთან რაღაც საერთოდ მომავალს ხედავთ და ასე შემდეგ. ანუ დაანახეთ კონკრეტული მიზანი, გეგმა, სტრატეგია. ნუ ყოველ შემთხვევაში მას ასე სურს მისი შინაგანი მოტივები ეს არის, რომ ხედავდეს თქვენი მხრიდან მეტ აქტიურობას, მეტ გაბედულობას, საკუთარ თავზე აღებულ პასუხისგებლობას, თუნდაც მასთან მიმართებაში. იცი ახლა თქვენ შეიძლება დამიწეროთ კომენტარებში, ან იფიქროთ მაინც ყოველ შემთხვევაში, არაფერი დამიშავებია ისეთი, როგორც ახლა ეს გამგრას და რა მნიშვნელობა აქვს. ახლა შეიძლება ძალიან დისკრიმინაციულად ჟღერდეს, მაგრამ დამნაშავე ქალი არ არსებობს. ახლა ვიღაცებს შეიძლება ცოტა ესე არ მოეწონოთ ჩემი სიტყვები, მაგრამ ეგრეა. დამიჯერეთ ეგრეა. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის დამნაშავე, უბრალოდ თქვენ მოიბოდიშეთ, თქვენ დაბრუნდით. ნუ ესეთი სურვილები აქვს ყოველ შემთხვევაში მას და ნუ თქვენი გადასაწყვეტია ახლა რას მოიმოქმედებთ. მე გავაჟღერე. და ახლა თქვენი პასუხისგებლობა მთლიანად თქვენი ნაბიჯები. ახლა გადავალ მეორე ვარიანტზე. და შეგახსენებთ, რომ პირადი კონსულტაციებისთვის 511 14 91 78 მიკავშირდებით ამ ნომერზე. ახლა რაც შეეხება აი ამ მეორე ვარიანტს, თქვენთან რა ხდება ვნახოთ. ჩაფიქრებული თვალში თქვენ ახლა და ამჟამად. ჯერ ხო გაშლა არ გამიკეთებია, მაგრამ ნუ შინაგანად ინტუიციურად მგონია, რომ ეს არის მოქმედ ურთიერთობაზე წესით რიგით. ეგრე მგონია რა ინტუიციურად. ანუ დაშორებული წყვილები წესით რიგით არ მგონია, რომ მეორე ვარიანტში იყოს. მაგრამ ნახოთ აბა გაშლაში. მის ცნობიერებაში ახლა და ამჟამად თქვენ როგორი ხართ მის თვალში? ხომ თქვი? ეს არის მოქმედი ურთიერთობა მეორე ვარიანტში, ვინც ჩაიფიქრეთ. მისი გადმოსახედიდან თქვენ ხართ ამ ურთიერთობაში ძალიან მყარი, ჩამოყალიბებული, სტაბილური, გაწონასწორებული პარტნიორი. ფიქრობს, რომ ეს ურთიერთობა თქვენთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისთვის. ფიქრობს იმას, რომ თქვენ ორიენტირებული ხართ ამ ურთიერთობის შენარჩუნებაზე, სტაბილურობაზე, ასევე თქვენ ხართ ინიციატორი სხვადასხვა სიტუაციაში. აი, ვთქვათ, მაგალითად, დაგეგმოთ შეხვედრები, სადმე გასვლა, გასეირნება, ხო? აი, ინიციატივიანი, აქტიური. ოღონდ ეს აქტიურობა არასოდეს არ გადაგდის ზედმეტობაში. ასევე ვფიქრობ, რომ ფინანსური თვალსაზრისითაც შეიძლება ძალიან ხელგაშლილები იყოთ ყოველ შემთხვევაში მასთან მიმართებაში და საერთოდაც ადამიანი ვფიქრობ, რომ გულწრფელად ბედნიერია თქვენთან ურთიერთობაში და რაღაცნაირად ფიქრობს, რომ გაუმართლა, იმიტომ რომ მისთვის სწორ პარტნიორს შეხვდა. ანუ თვითონ როგორი მოლოდინიც ჰქონდა, რომ როგორი პარტნიორი და მამაკაციც უნდოდა რომ ყოლოდა გვერდით, ანუ მის აი ამ კრიტერიუმებს და საჭიროებებს ვფიქრობ, რომ აკმაყოფილებთ ყოველ შემთხვევაში, ნუ მისი გადმოსახედით ესე ჩანს, რომ აი თითქოს იპოვა თავისი ადამიანი, ესეთი განცდა აქვს, ხო? სხვათა შორის მშვენიერი პასუხია, მე ვფიქრობ. კარგით, მოდი ვიკითხოთ ახლა ამ ადამიანს, ამ ქალბატონს თქვენთან მიმართებაში რა მოლოდინები აქვს. მეორე ვარიანტთან რა მოლოდინები აქვს ამ ქალბატონს.
კარტები ხილიდან მიციმა და გასაგებია. ნუ აქ რაღაცა ძალიან კლასიკური შემთხვევაა და რაღაც ბედნიერი და ჰარმონიული ფონია და მე გისურვებთ რა თქმა უნდა ამ ბედნიერების შენარჩუნებას ახლაც და სამომავლოდაც მოლოდინი აქვს იმის რომ თქვენ მიიღოთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ურთიერთობა გადავიდეს ახალ ეტაპზე. და აქ იგულისხმება ქორწინება, საერთო შვილების ყოლა, ერთად ცხოვრება, მომავლის დაგეგმა, რაღაც საერთო მიზნები, გეგმები და ასე შემდეგ, ხო? თითქოს ანუ ფიქრობს, რომ ბუნებრივია და ლოგიკურია, რომ თქვენ ახლა ანუ შემდეგი ეტაპი უნდა გქონდეთ ეს. ანუ თითქოს გაიარეთ რაღაცა თქვა გაცნობის ეტაპი, გვაქვს გქონდათ ფლირტის ეტაპი, გქონდათ მეგობრები გააცანით ერთმანეთს, ოჯახის წევრები გააცანით, ну რაღაცა ხო? და რაღაცა გონია ყოველ შემთხვევაში, რომ უკვე მზად ხართ თქვენ როგორც წყვილი იმისთვის, რომ გადადგათ ეს ახალი ნაბიჯი. ну ეს მისი აზრია ყოველ შემთხვევაში ხა თქვენ იზიარებთ თუ არა ამ პოზიციას და მზად ხართ თუ არა ამისთვის ეს ცალკე თემაა, მაგრამ ну მას ესეთი მოლოდინი აქვს. ხოდით ჩემო ძვირფასებო, თავის ფიქრებში და თავის სურვილებში ადამიანი მოგისაზრებთ როგორც მის მომავალ პარტნიორს, როგორც მის შვილების მშობელს და ასე შემდეგ რა. მეორე ვარიანტი ძალიან კარგი პასუხი იყო, რაღაც ჯანსაღი, ჰარმონიული, ადეკვატური ურთიერთობაა. გილოცავთ და ასევე შეგახსენებთ, რომ გელოდებით ლაიქებში, კომენტარებში. გააზიარეთ ასევე ჩემი ვიდეო. სურვილისამებრ და შეგახსენებთ, რომ ჩემთან კონსულტაცია პირადი ინდივიდუალური ვისაც გნებავთ, უნდა დამიკავშირდეთ ნომერზე 511 14 91 78. ეხლა დაგემშვიდობებით, ნახვამდის წარმატებებს გისურვებთ.